სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ძილის წინ მართლმადიდებელი ქრისტიანები ლოცვით ემზადებიან დამდეგი ღამისათვის და მომავალი დღისთვის. აჯამებენ განვლილი დღის შედეგებს, რათა აღარ გაიმეორონ შეცდომები და სოდვები. სთხოვენ უფალს განამტკიცონ ისინი, რომ ღვთის მცნებებით იცხოვრონ და დაიცვან. ძილად მისვლის ლოცვები იწყება, ესე თქვა, დასაწყისი ლოცვებით, ხო? მეუფეუზეცათაო, შემდეგ ყოვლადწმინდა სამების მიმართ ლოცვა და მამაო ჩვენო. ამის შემდეგ, მეგობრებო, იკითხება მიწყალენ ჩვენ უფალო, შემიწყალენ ჩვენ, ეს არის ლოცვა. შემდეგ ჩვენ ვამბობთ 12-ჯერ უფალო შეგვიწყალენ, ანუ 12-ჯერ წაკითხვის შემდეგ, ესე იგი, ამ ლოცვის 12-ჯერ წაკითხვა დილით და ამდენჯერვე საღამოს ნიშნავს დღე ღამის ყოველი საათის კურთხევას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ნიშნავს დღე ღამის ყოველი საათის კურთხევას. ასევე იკითხება წმინდა სამების თითოეული პირისადმი მიმართული 3 საღამოს ლოცვა. მამა ღმერთისადმი მიმართულ ლოცვაში წმინდა მაკარი გვასწავლის. ვითხოვოთ განვლილი დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების მიტევება, რათა ღმერთმა ღირსი გავხადოს მშვიდობით გავიაროთ ღამე და შევხვდეთ შემდეგ დღეს. ლოცვაში ძე ღმერთისადმი ვითხოვთ უჯერო აზრებისაგან განშორებას და შეწყალებას. საერთოდ მეგობრებო, აქ გავჩერდეთ ცოტა ხანი, მინდა გითხრათ, რომ როდესაც საღამოს დავანებთ ტელევიზორს, ტელეფონს თავს, ხო, მობილურებს და ასე შემდეგ, ან მანამდე, ან მის შემდეგ მაინც, ესე იგი აუცილებელია, წარმოიდგინეთ, რომ აუცილებელი 1 წუთი მაინც დავждეთ და ვიფიქროთ, აი 1 წუთი რა არის, ხო, 60 წამი, რომ დავждეთ და ვიფიქროთ, რომ რა გავაკეთე მე დღეს, როგორ რით მივახლოვდი მე დღეს ქრისტეს, მივახლოვდი რო საერთოდ და 1 სანტიმეტრი მაინც, თუ შეიძლება ასე ვთქვა, აი ასე მივახლოვდი, რა გავაკეთე, დავალევინე 1 ჭიქა წყალი მაინც მე გაჭირვებულს ადამიანს, რომელსაც საყარი არ აქვს, ივალიდია, ვერ დადის ფიზიკურად. დავალევინე, შევეწიე მე პატიმარს ციხეში. დაურიგე, ესე იგი, ოდნავ მაინც ფულით რაღაცა ფინანსურად, მატერიალურად დავეხმარე 20 თეთრით მაინც გაჭირვებულს. ვანუგეშე მე სიტყვიერად ადამიანს, სიტყვიერად დავეხმარე. და კიდე სხვა მრავალი, ხო, ეს სიკეთე გავაკანო, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ ეს აუცილებლად, ასე ვთქვათ, ანალიზი გავუკეთოთ განვლილ დღეს. და წარმოიდგინეთ, ამასობაში ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ, ხო, და ჩვენ ვფიქრობთ, ესე იგი, ხვალ როგორ გამოვიყუროთ უფრო, ესე იგი, კარგად, სამსახურში რა ჩავიცვათ უფრო, რომ ესე იგი, ლამაზი ვიყო, ესე იგი, ასევე ვფიქრობთ იქ სამსახურში რა ვაჩუქო დაბადების დღეზე ჩემ უფროს, ან ის განვიკითხავდი ჩვენ თანამშრომელს, ან განვიკითხავთ მეზობელს, იქ არასწორად მანქანა დააყენა, ან გაიარა არასწორად იქ როგორ შემოვხედა და ნუ ხო ხვდებით, ეხლა ყველამ ჩვენ ჩავიხედოთ ჩვენს გულებში. ეს ყოველდღიური, ესე იგი, ყოველდღიურად რომ ერთდაიგივე, ხო, ერთდაიგივე და ამასობაში დრო მიდის, ეს მართლაც დრო მიდის, რომელიც ფასი არ აქვს ამ დროს. წარმოიდგინეთ, ეს მართლაც თქვენ ხედავთ, როგორ დრო მართლაც სწრაფად, არ ვიცი, მიდის თუ მიგრის, რა დავარქვა, ამას არც კი ვიცი, ხო? აი, წლები ამის გადის, ესე იგი, როგორც თვეები და თვეები გადის როგორც დღეები და კვირა და ნუ ძალიან სწრაფად მიდის და ამასობაში ჩვენ ვკარგავთ დრო. ნუ ეხლა იმაზე აღარ დავიწყებ საუბარს, ეხლა ტელეფონზე და მობილურებზე, თამაშებზე და ეს სოციალურ ქსელებში, რომ მართლა ადამიანი 8 და 9 საათს რო ზის ამ სოციალურ ქსელებში.
ამაზე აღარ ვისაუბრებ, ამაზე ცალკე მაქვს მე ვიდეო ატვირთული არხზე და ვისაც გექნება სურვილი, შეგიძლიათ შევბრძანდეთ და ნახოთ. დაუბრუნდეთ ჩვენ თემას, ამიტომ ყოველ საღამოს მეგობრებო, დაუждეთ და დაუფიქრდეთ ერთი წუთი, აი ერთი წუთი რა არის, ხო, როგორ ვიცხოვრე მე დღეს. კარგი, დაუბრუნდეთ ჩვენ საღამოს ლოცვას, ამ უდიდეს მადლს და ძალას, დილის და საღამოს ლოცვას. შემდეგი მეგობრებო, ეს არის ხო, ანუ ლოცვაში ძე ღმერთისადმი ვითხოვთ უჯერო აზრებისაგან განშორებას და შეწყალებას. გულწრფელად გვინდა მივიღოთ სულიერი ძღვენი, ხო? ამიტომ დახმარებისათვის მიმართავთ სული წმინდას, ცხოვრების მომნიჭებელ ზეცათა მეუფეს, მთელი განვლილი დღე ცოდვებსა და სულიერად არასრულ ყოფილ საქმეებში რომ გავატარე. ვეუბნებით ამ ლოცვაში ღმერთს. აი ამ ლოცვაში ვამბობთ, ხო? ამან ნაღველი წარმოშვა ჩემში, დავკარგე სული სიმშვიდე, შემიწყალე, რათა ჩემი სინდისი დამშვიდდეს და ვადიდებდე შენს სახელს. მეგობრებო, შემდეგ ლოცვაში ღმერთს ჩვენ ვთხოვთ ცოდვათა შენდობას და წყალობას შევთხოვთ, ხო? რათა სათნო ვეყოთ ღმერთს, მშვიდად დავიძინოთ, განთავისუფლდეთ ბოროტი აზრებისაგან და დილით სამადლობელი ლოცვა აღვავლინოთ უფლის მიმართ. სხვათა შორის აქ რომ არის აი განთავისუფლდეთ ბოროტი აზრებისაგან, ბევრს აწუხებს ეს აზრები, შფოთები, შიშები, ეს პანიკური შემოტევები და ასე შემდეგ და ამიტომ უნდა დამშვიდდეთ, უნდა ესე ვთქვათ, აი ხო არის ჩვენი პლანეტა მრგვალი. აი წარმოიდგინეთ, იქიდან უნდა ჩამოხვიდეთ, სადღაცა იქ კოსმოსში გაჩერდეთ, ანუ თქვენ და ღმერთი მარტო. შენ და უფალი და ყველანაირი საზრუნავი ეს მიწიერი უნდა გადადო და უნდა იზრუნო და მეწმუნე დამიჯერეთ არანაირი ეს შიშები, შფოთები, პანიკური შეტევები და ნერვოზი და დეპრესია გაქრება. მეწმუნე და დამიჯერეთ. უფლის ძალი და უფალს უნდა შესთხოვოთ. და ეს ლოცვა სწორედ საღამოს ლოცვაში, რომელიც არასდროს არ უნდა გამოტოვოთ. შემდეგ მეგობრებო, მოდის ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი, ჩვენ ვითხოვთ მფარველობას, ჩვენი სულისა და ხორცისადმი და დაცვას ჩვენი მტრის, ანუ ეშმაკის თავდასხმისგან. მტერი კაცობრიობას ერთი ყავს, ეს არის ეშმაკი. სწორედ მისი ქომაგობით შეიძლება გავხდეთ ღვთის წყალობის ღირსი. მლოცველის გულს თანდათან განეშორება სევდა იგი სხვა სულიერი სიმაღლეზე ადის, ხო, როდესაც სინანულის ლოცვების შემდეგ სამადლობელ ლოცვას იწყებს. სწორედ სამადლობელი ჰიმნია ზეციური დედოფლისადმი მიძღვნილი კონდაკი. მოდით წავიკითხოთ ეს კონდაკი და მე ესე იგი გეტყვით ვის მიერ შედგენილია ეს კონდაკი. ზესთან ბრძოლისა, ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსასწრელთაგან, სამადლობელსა აღწერთ, ღვთისმშობელო ქალწულო, შენ და მომართ მონანიშენი, არამედ ვითარცა გაქვს ძლიერება, უბრძოლველი ყოველთაგავნებათა განმანთავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ ზალო უძლო, უფროსად დიდებულო და მარადის ქალწულო, დედაო, ქრისტეს ღვთისაო, შესწირე ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნო სულნი ჩვენი. ყოველი სასოება ჩემი შენზე და დამიც დედაო ღვთისა. და მიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
მეგობრებო, ეს იგი შედგენილია კონსტანტინოპოლის პატრიარქის სერგის მიერ 626 წელს ბერძნული სახელმწიფოს სპასთა და ხუნსთა შემოტევისაგან სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ. ამაღლებული საგალობელი უძლეველი მოღვაწის მიმართ შეიტანეს მაშინ უკვე არსებულ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ დაუჯდომელში. ამ კონდაკით თავდება მეგობრებო ცისკრის მსახურება ეკლესიაში. ამის შემდეგ მეგობრებო, შემდეგ ესე იგი ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ორი მოკლე ლოცვა არის. ამ ლოცვებში მთელ იმედებს ყოვლად წმინდა ქალწულზე ვამყარებთ. ვთხოვთ მას მფარველობას და შუამდგომლობას ღვთისადმი. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ლოცვებს მოსდევს ღირსი იოანიკე დიდის მიერ შედგენილი ლოცვა. მან თავისი თითქმის 100 წლოვანი ცხოვრების 70 წელი ბერულ მოღვაწეობაში გაატარა მეგობრებო და ზეპირად იცოდა ესე იგი დავითნი ხო ფსალმუნი და ყოველი ფსალმუნის თითოეულ მუხს აბამდა ამ პატარა მაგრამ საუცხოო ლოცვას. სასოება ჩემდა მამა შესავედრებელად ჩემდა ძე მფარվել ჩემდა სული წმინდა სამებაო წმინდაო დიდება შენდა. შემდეგ მოდის მეგობრებო ღვთისმშობლისადმი ლოცვა ღირს არს ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო რომელი მარადის სანატრელ იქმენ ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა უპატიოსნესა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთა ესა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. და ესე იგი სამი მოკლე ტროპარი რომლებშიც ვთხოვთ ღმერთს რათა ჩვენი ბუნებრივი ძილი არ გადავიდეს ფიზიკურ სიკვდილში და არ გარდავიცვალოთ უნანელად ანუ სინანულის გარეშე ხო შეუნანებლად ასე ვთქვათ. ბოლო ტროპარი ამ სამთაგან ეძღვნება ღვთისმშობელს რომელიც გამუდმებით ლოცულობს ჩვენი გადარჩენისათვის. ამის შემდეგ გადავიწერთ პირჯვარს და ვამბობთ ლოცვას პატიოსანი ჯვრისადმი. მასში გამოვხატავთ მტკიცე რწმენას რომ ჯვრის ძალით პირჯვრის გამოსახვით განიდევნებიან ეშმაკები. მაცხოვრის ჯვარს ცხოველს მყოფელს. რატომ ცხოველს მყოფელს? ესე იგი სიცოცხლის მომნიჭებელს ვუწოდებთ. ცხოველს მყოფელი. კიდევ ერთხელ, რატომ? ესე იგი ანუ სიცოცხლის მომნიჭებელს ვუწოდებთ, რადგანაც იგი მიუწვდომელი და უძლეველი ძალაა. მასზე თვით მაცხოვარი გაეკრა როგორც მსხვერპლი თვითონ უცოდველი ჩვენი ცოდვების მოსატევებელად და ამით გამოგვიხსნა სამუდამო სიკვდილისაგან. შემდეგ მოკლე ლოცვით თხოვნაში არის გვიხსენ, გვილხინე, ხო მე ახლა რაღაც ვიტყვი ამ ლოცვას, ავიკითხავ. ანუ როგორც შვილნი მეგობრებო გამოხატავთ ხო ერთგულება ზეციური მამისადმი, რამე თუ მზე მისი აღმოვას ბოროტთა ზედა და კეთილთა და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა მათე სახარება 5:45. ანუ მოვუხმობთ რა მაცხოვარს და მის წმინდანებს ლოცვას ვიწყებთ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთათვის. ძილისწინ ქრისტიანი ფიქრობს განკითხვის დღეზე, ხო, იმაზე რომ პასუხი უნდა ვაგოთ ყოვლისპყრობელის წინაშე და სინანულს გამოთქვამს თავისი ცოდვებზე. დაწვრილებით განიხილავს რა მთელ განვლილ დღეს დილიდან თქვათ ამ მომენტამდე, ხო? და შეშთხოვს უფალს ამ დღის და მთელი ცხოვრებისეული ცოდვების მიტევებას.
მეგობრებო, წმინდა მამები თავისი თხზულებებში გვასწავლიან, რომ სჯობს ვიტიროთ ყოველ დღე მთელი ცხოვრების განმავლობაში და ვთხოვდეთ ღმერთს შეწყალებას, ვიდრე მძიმე ცოდვებით დატვირთული გავიდეთ ამ ცხოვრებიდან. ძილად მისვლის წინ ქრისტიანი ჯვარს გადასახავს საწოლს, ამბობს მოკლე ლოცვას, რომელშიც მიანდობს თავის სულს ღმერთს და ამიტომ იძინებს, როგორც მშობლის ხელში, ხელთა შენთა შევედრებ სულსა ჩემსა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, მაკურთხე, შემიწყალე და ცხოვრება ის საუკუნო მომადლე. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ, მოგცეთ ლოცვის ძალა. მადლობა.